გვერდი 93 23 ამოცანა. იპოვეთ AB გამტარში გამავალი დენის ზალა, თუ უძაბო არის 48 ვოლტი, R1 უდრის R3 უდრის 4 ომი, R2 3 ომი, R4 6 ომი. ჩავწეროთ მოცემულობა. ეს იგი U არის 48 ვოლტი, R პირველი უდრის R3 და უდრის 4 ომს, R მეორე არის 3 ომი და R მეოთხე არის 6 ომი. უნდა ვიპოვოთ AB-ში გამავალი დენი, ესეთნაირად დავწეროთ. IAB არის კითხვის ნიშანი. დავხატოთ აბა ესე იგი სქემა როგორი არის. ეგეთი სიტუაცია გვაქვს. ეს არის R1, R2, მერე R3, R4, ეს ძაბვა არის, სრული ძაბვა არის U, აგერ მოდებული, A წერტილი არის აგერ და B წერტილი არის აქ. და აქ არსებითი არის ის, რომ A და B წერტილები შეერთებულია გამტარით, რომელსაც წინაღობა არ აქვს. ესე იგი, მოდით ესე ჩავწეროთ, რომ AB გამტარს არ აქვს წინაღობა. ეხლა ნახეთ რა შესაქმე. თუ AB გამტარში წინაღობა არ არის, ძაბვა AB-ში, ეს არის მანდ გამავალი დენი AB გამრავლებული 0-ზე. ამიტომ ეს იქნება 0-ის ტოლი. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ A წერტილის პოტენციალი უდრის B წერტილის პოტენციალს. ამიტომ მოდით რა ვქნათ, იცით, ესე იგი ჯერ მოდით ერთ წამით ნუ დავინტერესდებით, ესე იგი AB-ში რა დენი გაივლის, იმის გამო რომ ამათი პოტენციალები ერთნაირი არის, მოდით ეგენი ერთ წერტილში მოვაქციოთ. ესეთი სქემა დავხატოთ. ეკვივალენტური სქემა. ეს არის ეს AB წერტილი, ეგენი ერთ წერტილში მოვიყვანეთ. ეგეთი სიტუაცია გვაქვს ჩვენ. ეს არის U ძაბვა, R1, R2, R3, R4. ეხლა აქედან გამომდინარე, აქ რა სქემას დავხატეთ. ჩვენ შეგვიძლია ამ სქემის საერთო წინაღობა დავთვალოთ. საერთო წინაღობა შედგება ორი ნაწილისგან, ამ ნაწილს პლუს S, რომლებიც ერთმანეთთან მიმდევრობით არის მიერთებული. ეს იგი R სრული, ეს არის R შტრიხი, R შტრიხით მე ამ ნაწილის წინაღობა აღნიშნე, პლუს R2 შტრიხი, ეს არის მეორე ნაწილის წინაღობა. ეხლა რაც შეეხება თვითონ R შტრიხს და R2 შტრიხს, თვითონ პირველ უბანში R1 და R3 მიერთებულიები არიან პარალელურად და ასევე პარალელურად არის R მეორე და R მეოთხე ერთმანეთთან მიერთებული. ამიტომ ერთ შეფარდებული R შტრიხზე იქნება 1 R1 პლუს 1 R3, რადგან ეს წინაღობები ერთნაირი არის, დავწეროთ 1 მეოთხედი პლუს 1 მეოთხედი, ეს გამოვა 2 მეოთხედი, ასე რომ R შტრიხი გამოვა 2 ომი. ეხლა ანალოგიურად დავთვალოთ R2 შტრიხი. 1 შეფარდებული R2 შტრიხზე არის 1 R2 პლუს 1 R4, ანუ 1 მესამეც პლუს 1 მეექვსედი, ესე იგი ეს გამოვა, 6 არის საერთო მნიშვნელი, ესე იგი 2 პლუს 1. ეს გამოვა ისე ვთქვათ 1 მეორედი, ასე რომ R2 შტრიხიც არის ესე იგი 2 ომი. ეხლა ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავთვალოთ
ხო, ეხლა სრული წინაღობა R სრული იქნება 2 ომს პლუს 2 ომი გამოვა 4 ომი. ეს არის სრული ამ სქემის წინაღობა. დავთვალოთ სრული დენი, რომელიც მაგაში გაივლის. ის სრული. ეგ არის U სრული შეფარდებული R სრულზე. იგი U სრული იყო 48, I სრული არის 4, ამიტომ ეს გამოვა 48 გაყოფილი 4-ზე, ეს არის 12 ამპერი. 12 ამპერი გადის მთელი დენი ამ სისტემაში. მოდით ახლა ამის შემდეგ დავთვალოთ აი აქ ძაბვა, აი ეს იგი პირველ უბანზე ძაბვა. ამის ბოლოებზე ამ წერტილსა და აი ამ წერტილს შორის ძაბვა. ესე იგი, მოდით ეს აღვნიშნოთ უპირველით. უპირველი იქნება I სრული გამრავლებული R შტრიხზე. ანუ ეს არის 12 ამპერი გამრავლებული 2-ზე, 2 ომზე, ესე გამოვა 24 ომი. რადგან მთელი ძაბვა 48 ომი არის, უმეორეც, ესე იგი მეორე ნაწილზეც აქაც ძაბვა იქნება 24 ომი. რადგან U1 პლუს U2 ეს არის U ძაბვის ტოლი და U48 არის. ესე იგი, ჩვენ ესე იგი თითოეულ აი ამ უბანზე ძაბვები ვიცით, ამიტომ მოდით ვიპოვოთ აი მაგალითად თქვათ აი ამ იმაში რა ქვია, აი პირველ წინაღობაში გამოვალი დენი. ეს იგი I პირველი. ეგ იქნება U პირველი გაყოფილი R პირველზე. ეს იგი U პირველი არის 24 ომი, R პირველი არის 4, გამოვა 6 ამპერი. ეხლა ანალოგიურად ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ აგერ R მეორეში, მეორე გამტარში გამოვალი დენი. I2, ეს არის U2 გაყოფილი R2-ზე. ანუ ეს არის 24 გაყოფილი 3-ზე, ეს არის 8 ამპერი. მოდით ახლა რა ვქნათ, იცით, აი ეს წერტილი, რომელიც აი აქ წერტილად რო გვაქვს აღნიშნული, ეს ხო, ეს უბანი აღნიშნეთ ჩვენ. მოდით ახლა ისე აღვადგინოთ, ესე იგი ძველი სურათი აი ამ ნაწილის. აი ჩვენ ესე იგი აი ეს უბანი, ეს იყო A წერტილი, ეს იყო B წერტილი, აქ იყო თქვათ R მეორე, აქ იყო R პირველი. ახლა ჩვენ ფაქტურად აი ამ A წერტილში შემავალი დენი ეს იგივე რაც R პირველ წინაღობაში გამოვალი დენი. ეგ ვიპოვეთ, ეს იყო I პირველი. A მეორეში გამოვალი დენი, ესეც ნაპოვნი გვაქვს, ესე იგი ეს I2-ით გვაქვს აღნიშნული. და AB-ში გამოვალი დენი მოდი აღვნიშნოთ IX-ით. IX-ით. და ახლა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ აი ამ წერტილში რა დენებიც გადის, იგივე დენი უნდა გამოვიდეს მაქედან. ასე იგი I პირველს პლუს IX-ი უნდა უდრიდეს I მეორეს. აი აქედან შეგვიძლია უკვე IX-ი ვიპოვოთ. IX-ი გამოვა I მეორეს მინუს I პირველი. ანუ IX-ი იქნება 8 ამპერს მინუს 6 ამპერი გამოვა 2 ამპერი. აი ესეთნაირად დავადგინეთ ჩვენ აი ამ AB მონაკვეთზე გამოვალი დენი. მიდის ესე იგი ქვევიდან ზევით. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხო, ეგ იყო 23 ამოცანა. ეხლა 24 ამოცანა. შკალაზე 10 დანაყოფს ფის მქონე ამპერმეტრის გაზომვის ზღვარი 100 მიკრო ამპერია. წინაღობა კი 1,98 ომი. რა წინაღობის შუნტი უნდა მიუვერთოთ ამპერმეტრს, რომ დანაყოფის ფასი 1 მილი ამპერი გახდეს. ესე იგი, თქვათ N არის 10 ტოლი, 10 დანაყოფი არის. მაქსიმალური დენი, რაც ამპერმეტრში შეიძლება გაიაროს I მაქსიმალური, ეს არის 100 მიკრო ამპერი. წინაღობა ამპერმეტრის, R ამპერმეტრის არის 1,98 ომი. ხო, ეხლა ჩვენ გვეკითხებიან, რა წინაღობა უნდა ჩავრთოთ,
შუნტირება უნდა გავუკეთოთ ამპერმეტრს, რომ დანაყოფის ფასი 1 მილიამპერი გახდეს. ესე იგი I0 გვინდა რომ გახდეს 1 მილიამპერი. აქ RX გვეკითხებიან. ეხლა აი მოდით წარმოვიდგინოთ ესე იგი ეს ამპერმეტრი, აქვს ეს დანაყოფები, სულ მოსწმე 10 დანაყოფი არის და მაქსიმალური დენი აი აქ სადაც როდესაც ის არის მაქსიმუმზე არის გადახრილი, მაშინ ესე იგი ეს არის 100 მიკროამპერი. ასე რომ თითოეული დანაყოფის ფასი I0 ეგ იქნება 100 მიკროამპერი შეფარდებული 10-ზე. ანუ ეს გამოვა 10 მიკროამპერი. ანუ ესე იგი 10 მინუს მე-6 ხარისხად ამპერი. ეხლა ჩვენ გვინდა ამ ამპერმეტრს დავუყენოთ ესე იგი შუნტი, ესე იგი ეს ნიშნავს რომ მის პარალელურად გვინდა ჩავრთოთ რაღაცა RX წინაღობა, ისეთი რომ თუ აი ეს ესე იგი ისეთი რომ თუ ამაში გავატარებთ მაქსიმალურ დენს, რაღაცა მაქსიმალურ დენს, ხო? ამპერმეტრმა უნდა აჩვენოს ესე იგი ერთი დანაყოფი უნდა იყოს 1 მილიამპერი. ანუ მაქსიმალური დენი ამ შემთხვევაში, მაქსიმალური შტრიხი იქნება 10-ჯერ I0. ანუ ესე იგი 10-ჯერ 1 მილიამპერი. ანუ ეს უნდა იყოს 10 მინუს 3 ხარისხად ამპერი. აი მაშადემე თუ ჩვენ აი აქ შევუშვებთ ესე იგი რაღაცა დენს და ეს გადაიხრება მაქსიმალურ მნიშვნელობამდე, ეს ნიშნავს რომ ჩვენ გავატარეთ აი ეს მაქსიმალური დენი, I მაქსიმალური შტრიხი არის ესე იგი 10 მინუს მე-3 ხარისხად ამპერი. გასაგებია, ხო? ეხლა იმისათვის რომ ამპერმეტრმა მაქსიმალურად გადაიხაროს, ამპერმეტრის ისარმა მაქსიმალურად გადაიხაროს, მან უნდა გავივიდეს აი ეს მაქსიმალური დენი, რომელიც 100 მიკროამპერის ტოლი არის. ამ შემთხვევაში რა ძაბვა იქნება ამპერმეტრის ბოლოებზე? ესე იგი U ამპერმეტრის ბოლოებზე იქნება I მაქსიმალური გამრავლებული ამპერმეტრის წინაღობაზე. ანუ ეს არის 10-ჯერ 10 მინუს 6 ხარისხად ამპერი გამრავლებული 1,98 ომზე. მოდით ეს ჩავწეროთ ესეთნაირად 1,98 10 მინუს მე-5 ხარისხად ვოლტი. აი ესეთი ძაბვა არის. ეხლა თუ ჩვენ გვინდა ესე იგი რომ აი აქ შემავალი დენი იყოს აი ამ ნიშნულობის ტოლი, მაშინ და ძაბვა იგივე ეს U0-ის ტოლი, მაშინ აი ამ RX წინაღობას ვიპოვი შემდეგნაირად. ეს იქნება იგივე ძაბვა, იმიტომ რომ ამპერმეტრს და ამ RX ერთნაირი ძაბვა ექნება, ესე იგი იქნება U0 შეფარდებული აი ეს I მაქსიმალურ შტრიხს გამოკლებული I მაქსიმალური. აი აქედან შეიძლება ეს RX-ი დავადგინოთ. ეს მოდით U0 შევიტანოთ, ესე იგი ეს იყო I მაქსიმალური გამრავლებული R ამპერმეტრზე შეფარდებული I მაქსიმალური შტრიხი მინუს I მაქსიმალური. აი ამ ფორმულით დავითვლით ესე იგი აი ამ RX წინაღობას, რომელიც შეგვიძლია ესე შევაერთოთ.
შუნტირების გზით, ესე იგი პარალელურად მივუერთოთ. ნუ კარგით, ეს რიცხვი თქვენ თვითონ შეგიძლიათ გამოთვალოთ. კარგით, ეხლა 25 ამოცანა. ამპერმეტრს, რომლის გაზომვის ზღვარი 500 მიკროამპერია, მივუერთეს 0,1 ომი წინაღობის შუნტი. იპოვეთ ამპერმეტრის წინაღობა, თუ შუნტის მიერთების შემდეგ მისი გაზომვის ზღვარი 20 მილი-ამპერი გახდა. ესე იგი, მაქსიმალური დენი, რომელიც შეიძლება ამპერმეტრში გავიდეს, ეს არის 500 მიკროამპერი. ანუ ეს არის 500 გამრავლებული 10 - 6 ხარისხად ამპერი. შუნტის წინაღობა RX არის 0,1 ომი. ეხლა ამ ამპერმეტრის მეშვეობით შესაძლებელი გახდა მაქსიმალური დენის, ახალი მაქსიმალური დენის გაზომა, რომელიც არის 20 მილი-ამპერი. ანუ ეს არის 20 10 - 3 ხარისხად ამპერი. ეხლა ამ მონაცემებიდან ჩვენ გვეკითხებიან ამპერმეტრის წინაღობას. R ამპერმეტრის არის კითხვის ნიშანი. ეხლა სქემა არის ანალოგიური. ესე იგი, გვაქვს ეს ამპერმეტრი, გვაქვს ესე იგი ეს RX წინაღობა და აი აქ არის შემავალი დენი. ესე იგი, უკვე შუნტირება აქვს გაკეთებული. აი ამ შემოსასვლელზე ცხადი არის, რომ არის I მაქსიმალურ შტრიხ აი ესეთი დენი. თანაც ამპერმეტრში გამავალი დენი კი არის აი ეს I მაქსიმალური. აი ამ შუნტზე RX-ზე რა დენი გაივლის ამ შუნტში? ცხადია გაივლის I მაქსიმალურ შტრიხს მინუს I მაქსიმალური. ეს იქნება აი ამ შუნტში გამავალი დენი. ნუ თუ X-ით ავნიშნოთ, ეს იგი ეგა. ეხლა რა ძაბვა იქნება, აი თქვათ ამა და ამ წერტილებს შორის? ეს ძაბვა იქნება IX გამრავლებული შუნტის წინაღობაზე. ეს არის I მაქსიმალური შტრიხი მინუს I მაქსიმალური გამრავლებული RX-ზე, ამ შუნტის წინაღობაზე. ხოლო ამპერმეტრში რადენი გადის ვიცით, ამიტომ ამპერმეტრის წინაღობა იქნება ASU შეფარდებული I მაქსიმალურზე. ანუ ჩავწეროთ I მაქსიმალური შტრიხს მინუს I მაქსიმალური გამრავლებული RX-ზე შეფარდებული I მაქსიმალურზე. აი ესეთნაირად დავითვლით ამპერმეტრის წინაღობას. ეხლა 26 ამოცანა. დანაყოფის ფასის 30-ჯერ გასაზრდელად ვოლტმეტრს 5,8 კილოომი დამატებითი წინაღობა მივუერთეს. იპოვეთ ვოლტმეტრის წინაღობა. ესე იგი, ნახეთ, ქონდა ვოლტმეტრი და მოდით ასე ვთქვათ, გნებავთ მაქსიმალურად გადახრილ შემთხვევაში, გნებავთ ერთ დანაყოფზე გადახრის შემთხვევას, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მოდი ვიმსჯელოთ ესეთნაირად. აი მაქსიმალურად თუ არის გადახრილი, ესე იგი ვოლტმეტრი, მაშინ ესე იგი ის ზომავს რაღაცა უმაქსიმალურ ძაბვას. ეხლა თუ ვოლტმეტრს ჩვენ მივუერთებთ დამატებით აი რაღაცა V, ну R1 წინაღობას, აი ახლა აი აქ მაქსიმალური ძაბვა, ნახეთ, ამადამ წერტილებს შორის უფრო მეტი შეიძლება მოვდოთ. ამიტომ ესე იგი დანაყოფის ფასის გაზრდა, აი რამდენჯერაც იზრდება დანაყოფის ფასი, ეს მოდით n-ით ავნიშნოთ. ეგ იქნება U' მაქსიმალური შეფარდებული U მაქსიმალურზე. ეს უმაქსიმალური არის ის ძაბვა, რომელიც უშუალოდ ვოლტმეტრზე მოდის, ხოლო U' მაქსიმალური არის ის ძაბვა, რომელშიც შეგვიძლია ჩავრთოთ
ვოლტმეტრი თავისი დამატებითი წინაღობით ისეთნაირად, რომ აი აქ ვოლტმეტრმა ისევ უმაქსიმალურ ძაბვა გვაჩვენოს. ესე იგი, ჩვენ აი ამის წინაღობა ვიცით. ცხადია, რომ ესენი მიმდევრობით არიან მიერთებული, ამიტომ ესე იგი მათში გამოვალი დენი არის ერთნაირი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ეგეთი რაღაცა, რომ ეს მთელი დენი იქნება, ესე იგი, მაქსიმალური შტრიხი შეფარდებული R ვოლტმეტრისა პლუს ეს R1 და იგივე დენი იქნება ტოლი მაქსიმალური შეფარდებული R ვოლტმეტრზე. გავუტოლოთ ეგენი ერთმანეთს, ესე იგი მაქსიმალური შტრიხი შეფარდებული R ვოლტმეტრს პლუს R1 უდრის მაქსიმალური შეფარდებული R ვოლტმეტრზე. ეს მოდით აქეთ გადავიტანოთ. აქ მექნება მაქსიმალური შტრიხი მაქსიმალურზე უდრის R ვოლტმეტრს პლუს R1 შეფარდებული R ვოლტმეტრზე. ეს ვიცით, რომ არის n-ის ტოლი, 30-ის ტოლი არის. 30 უდრის, ესენი შეგვიძლია წევრად გავყოთ, ესე იგი 1 პლუს R1 შეფარდებული R ვოლტმეტრზე. აქედან მოდით ეს ვიპოვოთ, ესე იგი R1 R ვოლტმეტრზე ტოლი არის 29-ის, ამიტომ R ვოლტმეტრისა იქნება R1 გაყოფილი 29-ზე. 27 ამოცანა. მოცემული გვაქვს 650 ომი წინაღობის ვოლტმეტრი, რომლის გაზომვის ზღვარი 50 ვოლტია. სულ მცირე რა დამატებითი წინაღობა უნდა მივუერთოთ ვოლტმეტრს, რომ მისი საშუალებით 220 ვოლტი ძაბვის გაზომვა იყოს შესაძლებელი. მოცემულია R ვოლტმეტრისა არის 650 ომი, მაქსიმალური ვოლტმეტრისა არის 50 ვოლტი. გვეკითხებიან რა სულ მცირე რა მინიმალური დამატებული წინაღობა უნდა დავამატოთ, რომ შესაძლებელი იყოს ახალი მაქსიმალური ძაბვის, ესე იგი 220 ვოლტი ძაბვის გაზომვა. R X-ით ავნიშნოთ. მაშინ მე გვაქვს ჩვენ ესე იგი მარტო ვოლტმეტრი, ესე იგი ის მაქსიმალურად გადაიხრება მაშინ თუ როცა გადაიხრება მაქსიმალურად, ნიშნავს რომ უშუალოდ ვოლტმეტრზე 50 ვოლტი ძაბვა არის მოდებული. ახლა ჩვენ გვინდა რომ ამ ვოლტმეტრს მიმდევრობით მივუერთოთ რაღაცა ისეთი RX წინაღობა, რომ აი მათ ბოლოებზე, აი აქედან აქამდე, ხო? შესაძლებელი იყოს 220 ვოლტის ძაბვის მოდება. ისე რომ ამაზე ისევ იქნება 50 ვოლტი. აქ იქნება უმაქსიმალური სტოლი. ახლა დენი გამოვალი ვოლტმეტრში გამოვალი დენი იქნება უმაქსიმალური შეფარდებული R ვოლტმეტრზე, ეს იგი 50 გაყოფილი 650-ზე, იგივე დენი გაივლის ამაში. ამის ბოლოებზე ძაბვა კი არის, ესე იგი UX-ი არის U' მაქსიმალურს მინუს U მაქსიმალური, ამიტომ დენი მათში გამოვალი, აი RX-ში გამოვალი დენი იქნება U' მაქსიმალურს მინუს U მაქსიმალური შეფარდებული RX-ზე. აქედან ესე იგი გავუტოლოთ ესე იგი ეგენი ერთმანეთს, ესე იგი U მაქსიმალური RV-ზე ტოლია U' მაქსიმალურს მინუს U მაქსიმალური შეფარდებული RX-ზე. აქედან RX-ი იქნება RV
u შტრიხ მაქსიმალურს მინუს u მაქსიმალური შეფარდებული u მაქსიმალურზე. აი ესეთნაირად გამოთვლით ამ ამოცანას. ოცდამერვე ამოცანა. 200 ვოლტი ძაბვის წყაროსთან მიერთებულია რეოსტატი, რომელსაც აწერია 50 ომი და 10 ამპერი. იპოვეთ რეოსტატის მიერ დღე-ღამეში მოხმარებული ელექტროენერგიის მინიმალური და მაქსიმალური ხარჯი, თუ 1 კილოვატ-საათის ღირებულება 35 თეთრია და რეოსტატის მუშაობის რეჟიმი ნომინალურ ფარგლებში რჩება. ესე იგი მოცემულია ძაბვის წყარო, სადაც u არის 200 ვოლტი და გვაქვს რეოსტატი. რეოსტატის წარწერები არის R, მოდით ესე R1 არის 50 ომი და I1 არის 10 ამპერი. იპოვეთ რეოსტატის მიერ დღე-ღამეში მოხმარებული ელექტროენერგიის მინიმალური და მაქსიმალური ხარჯი. თუ 1 კილოვატ-საათის ღირებულება 35 თეთრია. ენერგია თუ არის, ესე იგი 1 კილოვატ-საათი, ესე იგი ის ღირს, მისი ღირებულება არის 35 თეთრი. და ჩვენ უნდა დავადგინოთ მაქსიმალური და მინიმალური დანახარჯი, თანხობრივი დანახარჯი, თუ რეოსტატი მუშაობს ნომინალურ ფარგლებში. დანახარჯი, მოდით რა ვიცი, რაღაც დავნიშნოთ, n-ით ავნიშნოთ.